ხაშურის გასასვლელში სურამის გზაზე გაიხსნა ახალი რესტორანი ქალაქური მოდით ერთად დავათვალიეროთ ეს კვების ობიექტი. გაშლილი ეზო ჯერ ხეები არ გაზრდილა, ეთყობა რომ ახალ გაშენებულია, მაგრამ ვარდისფერ ფლამინგოებს უკვე ვხედავ, ნახეთ. აი, ვარდისფერი ფლამინგოები. მართალია პლასტმასის, მაგრამ მაინც უხდება ამ გარემოს. ნათელ ფერებშია შეღებილი, სიმპათიური ეზოა, ჩრდილი აკლია, მაგრამ შემოდგომაზე ძალიან სასიამოვნოა. ეს არის როგორც ვიხდი, სამრეცხაო და საპირფარეშო. აქ არის მშრალი საწყობი. აი, ნახეთ, მშრალი საწყობია. იატაკი მოპირკეთებულია. აქ არის მოსასვენებელი ხელმძღვანელობის კაბინეტი, რომელიც არ გვაინტერესებს. აქ არის. აქ არის ჩემი საყვარელი ოთახი. მუშაობა მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე ხორცი მუშავდებოდა და ნაწილაკები არის. კუნძი გადასაჭრელი და მოსაპირკეთებელია. ასეთ კუნძზე მუშაობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მიმდინარეობს საკვების მზადება და იატაკი ასეთ მდგომარეობაში არ უნდა იყოს, მაგრამ არის. ხელი ამიწევია რა გავაკეთოთ. გამწოვი გასაწმენდია და აი ნახეთ თვითონ როგორი მდგომარეობაა გამწოვზე. ეხლა მინდა გამწოვი კარგად ძალიან გაჩვენოთ. აი შეხედეთ. აი ამას შეხედეთ, აი წვეთესად მიმდინარეობს, აი ნახეთ, ყველა ნაწილაკები პრინციპში არის გასაწმენდი, კარგად გასაწმენდი და გასქურაზე საერთოდ ლაპარაკი არ ამა. გასქურა თქვენ თვითონ ხედავთ რა მდგომარეობაშიც არის. აქ მიმდინარეობს საკვების მზადება. ეს არის მაცივარი, რომელიც კონკრეტულად ამ ოთახს ეკუთვნის. კონდენსატი არ არის საერთოდ, მაგრამ აი როგორ შეიძლება აი ასეთ მდგომარეობაში იყოს, აი ნახეთ, დაჭრილი, როდის დაჭრილია, შეხედეთ ფერი როგორ აქვს ნაცვლელი, დაჭრილი კუჭმაჭი, როდინდელია არ ვიცი, ესეც არ ვიცი რა არის, მე მგონი ხაშლამის ნაწილაკები არის, ქათამი და ასე შემდეგ, სუფრიდან აღებული რაღაცაები არის. ეს ბრინჯი როდინდელია, ღმერთმა იცის, მე არ ვიცი. ეს ალბათ მომსახურე პერსონალის საჭმელი არის გამზადებული. იატაკი მოუწესრიგებელია. აქ შეხედეთ, დეფროსტაცია მიმდინარეობს, ყველა ხორცი ერთად არის ჩაყრილი და აი უამრავი ცელოფანია და აი ნაჟური წყლებიც არის, ძალიან არასასიამოვნოთ არის. ეს არის გარეცხილი ხილი და ზედ კიდე რაღაცეები აქ აი დაყრილი ნახეთ, აი აქაც კიდე ეს პარკები, აი ვერ ხვდები რა საჭიროა. ცარიელი პარკები უნდა გადაიყაროს და ასე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ხორცი, შესაწვავი ხორცი, რომელიც არანაირად შამპურზე ანცმული არ გაირეცხება, აი შეხედეთ რა მდგომარეობაშია, პარკიც არაა გადაკრული. ეს სავარაუდოდ წინა ქორწილიდანაა მორჩენილი და ალბათ მომსახურე პერსონალისთვის არის შენახული. აი ეს სადიდო ღმერთმა იცის, აი ეს სინი სად იყო დადებული და შეხედეთ, აი ხორცზე როგორ არის ჩვეულებრივად დადებული და აი ქვედა ნაწილიც ნახეთ, აი შეხედეთ როგორ არის. აი ეს არის მომხმარებლის შეურაცხყოფა ჩვეულებრივად, ანუ მომხმარებელი რადგან ვერ ხედავს, ამიტომ ყველაფერი მისთვის დასაშვებია. აი აქვე არის ნახეთ აჩმები გამზადებული და აბსოლუტურად არც ერთს არ აქვს თავზე გადაფარებული, გაურეცხავი ბოსტნეული. აქვე არის გამზადებული ხაშლამისთვის ხორცი, რომელიც უნდა შეიკმაზოს. ნახეთ აი ზღურბლი რა მდგომარეობაშია, აი შეხედეთ რა ჭუჭყიანია და იატაკი ნახეთ სამზარეულოში რას გავს. აბა ლომებო, შევდივართ დარბაზში. მოდით ვნახოთ ქალაქურის დარბაზი. სუფთა და ლამაზი თეთრი ფერის მეტლახის იატაკია. სავარძლები, აი, სტუმრების მოლოდინში შეგიძლიათ ჩამოჯდეთ. მოდით სანამ დარბაზში ავალთ, ვნახოთ სველი წერტილები. ალბათ ეხლა იმზადებიან სტუმრების მიღებისთვის და ამიტომ არ არის ჯერ მოწესრიგებული, თუმცა მე ვხედავ, რომ ახალი ნიჟარებია. არის აი ესეთი თხევადი საპონის კონტეინერები, წყალი ცუდად, მაგრამ მოდის. არის რა თქმა უნდა ერთჯერადი ხელსახოცი და აი აქ არ მომწონს, რომ არ აქვს თავსახური უნიტაზებს, ანუ რა თქმა უნდა ადამიანი ვერ ჩამოჯდება ამ უნიტაზზე. ეს არის მინუსი. საკმაოდ მნიშვნელოვანი მინუსი. შეხედეთ, აი ეს არის ბინძური, აი ჩამოწუწული ტილოთი გაწმენდილი გამწოვი, ნახეთ, რომელიც სათანადოდ გაწმენდილი არ არის და აი ნახეთ ყველგან აბსოლუტურად
წვეთა იწყება. ეხა არ მინდა უბრალოდ ავიდე და ეს გავხსნა, თორე აქ წარმომიდგენია რა მდგომარეობა. ეს არის გაწმენდილი გამწოვი. გასხურას თქვენ თვითონ იყურებთ რა მდგომარეობაში არის, ქვაბები სუფთაა და გარეცხილია, ქათმის კუჭი მოხარშული ეთყობა გადმოუვარდათ და ჯობია ნაგავს ჩავაგდოთ, რომ ღმერთმა დაიფაროს და სუფრაზე არ დაბრუნდეს. აქ ირეცხება ჭურჭელი, ტილოები ნახეთ რა მდგომარეობაშია, აი მას შეხედეთ. აი ამას შეხედეთ, გული ამერია, თქვენ სუნი ვერ წარმოგიდგენიათ, სუნი როგორი აქვს ამას ყველაფერს, ყარს. აი ესეთი დაფების ქონა ყოვლად აუშვებელია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამ კიბეზე თავს გრძნობ, როგორც კონკია, რომელიც თავის ბროლის ფეხსაცმელს კარგავს, თუმცა ის გარბის სასახლიდან მე პირიქით შემორბივარ. აი ნახეთ რა მხელა დარბაზია, საბანკეტო დარბაზია, ძალიან დიდი. 600 სტუმარს მიიღებს ეს დარბაზი. აი ესეთი ლამაზი ოქროსფერი დანაჩანგალია, ნახეთ. დღეს ხაშურში ვართ და ეს მეორე საბანკეტო დარბაზია და პირველში ცედელვაიში იყო ქორწილი და აქაც ქორწილია. რა კარგია რომ ხაშურში ბევრი ქორწილებია, ხდება ახალგაზრდების შეუღლება და არ ვიცი, მხოლოდ ბედნიერებას უსურვებთ. ნახეთ რა ლამაზი ჭაღებია, აი თვალები დამრჩა. რამდენი ჭაღია. დიდი სივრცეა, მთლიანად თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი ავეჯი, სუფთა და ახალი ეთყობა მაგიდის გადასაფარებელი. მე მომწონს სისუფთავე, სისადავე, მაგრამ რაც მთავარია სისუფთავე. ჯერ არ არის გაფორმებული მთავარი მაგიდა, მთავარი გმირების, მეფე პატარძლის, მაგრამ ალბათ ესეც გაფორმდება, მუსიკაც ემზადება, ანუ მზადებაში არიან. სისუფთავე ნამდვილად არის, ჩვენ ვართ ხაშურის და სურამის გასაყარზე, ანუ გზისპირა რესტორანია ახალი, ქალაქური და რაც მე დავინახე დარბაზში, მე ძალიან მომეწონა. აქ არის ჭურჭლის სარეცხი და ბოსტნეული სარეცხი. სივრცე და აქ პრინციპში მე არც არაფერი არ მაინტერესებს. რაზე შემიძლია აქცენტი გავაკეთო, პერიოდულად მწერების საჭერი უნდა იწმინდებოდეს აუცილებლად, სხვაგანაც დავინახე და იქაც იგივე მდგომარეობა იყო, ზედაპირების სუფთა არის. ნამცხრები მოწესრიგებულად არის განლაგებული, კი ბატონო, აბსოლუტურად ყველანაირი რისკის გარეშე. ეს არის მომსახურე პერსონალის მაცივარ. აი ამ ყუთზე რა იდო? ყუთზე ამის რა იდო? ხო, ნახეთ, კი ბატონო, ნახეთ, აქაც, აი ნახეთ. ზოგჯერ ის არის, ზოგჯერ აი არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. აი ესეთი ქაღალდი არის პირველადი. სუფთა, თეთრი ქაღალდი, ძალიან კარგად აგაქვს და სუფთად გადაფარებული და მივესალმები, მაგრამ მუყაოზე, გამოყენებულ მუყაოზე იყოს დადებული, ყოლა დაუშვებელი და აკრძალულია. პროდუქტი სად აგაქვთ კიდე? იქ რაც ნახეთ, დანარჩენი რაც მზადდება, პირდაპირ გადის მაგიდას. ანუ ეს არის ძირითადად თქვენი სამზარეულო. კარგით, მადლობა.